მოგესალმებით და მოდით ნახოთ, რას ფიქრობს პარტნიორი თქვენთან მიმართებაში. პირველ რიგში ნახოთ, ვინ მოვიდა ჩვენთან სასაუბროდ, როგორი ადამიანი და მერე უკვე რას ფიქრობს თქვენთან მიმართებაში. ადამიანი, რომელსაც ყოველთვის ეძლევა სამყაროსგან შანსი. Mēs ვიტყოთ ეს ადამიანი თქვენი კარმული ადამიანი. შეიძლება ციკლურად წადი-მიდი მოდიც გქონდეთ ამ ადამიანთან. საკმაოდ ისეთი გონიერია, საკმაოდ კარგად იცის ფსიქოლოგია. იქამდე არ მიუშვებს სიტუაციას, სადამდეც თავითონ კონტროლირებადი არ იქნება. ძალიან ბევრ რამეზე ფიქრობს, მაგრამ ძალიან ნელია ესე რომ ვთქვათ, ხო? ადამიანი, რომელიც ახლა არის გადართული უფრო მატერიალიზმზე, უფრო რაღაცა სიტუაციაზე და სულ რაღაცა მომენტში მოდით ესე ვთქვათ, თითქოს ადამიანი სულ რაღაცნაირად წარსულისკენ იხედება, ხო? რაღაც არ ვიცი, ხო, წარსულის შეცდომებს ანალიზებს თუ რას აკეთებს, ყოველ შემთხვევაში ადამიანს აქვს ეს მომენტი ერთ წრეზე ტრიალებს, ხო? რაღაცნაირად თითქოს ყველაფერს ერთნაირად აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგად ფიქრობს ეს ადამიანი. კარგით, რას ფიქრობს თქვენთან მიმართებაში? რომ თქვენ მას ძალიან ათბობთ, რომ მას ახალისებთ, რომ თქვენთან ძალიან კარგი იქნებოდა ახალი სიახლეები, ხომ? ახალი ცხოვრების დაწყება, ახალი ენერგიების მიღება. მაგრამ ეს ყველაფერი დამთავრებულია. მას ამ წუთას ფიქრობს, რომ ის შანსები, რომელიც შეიძლება იმდენი ხანი იფიქრა ამ ადამიანმა და იმდენი ხანი არ მოქმედებს, რომ არ იმოქმედა, რომ საბოლოო ჯამში ის მომენტები, რომელიც თქვენ მას აძლევდით, დასრულდა, ხო? აღარ აძლევთ იმ სითბოს, იმ სიყვარულს ისეთ დონეზე. შესაძლებელია უკვე ურთიერთობიდან გასულიც ახართ, ესე რომ ვთქვათ. რას ფიქრობს თქვენზე? თქვენზე ფიქრობს იმას, რომ როგორც კი დასრულდა თქვენი ურთიერთობა, თქვენ გადაერთეთ უფრო მატერიალურ კუთხით, უფრო მეტ შრომობთ, უფრო მეტ აკეთებთ, უფრო წარმატებული ხართ, ესე რომ ვთქვათ, უფრო მეტად შეგიძლიათ დაინახოთ შანსები, მაგრამ რას ფიქრობს იცით კიდე, რომ რა კარგი იყო წარსული, რა კარგი იყო რაღაც ადამიანი თითქოს რა მომენტია გიცით, რომ ვერ იღებს გადაწყვეტილებას, რომ გამოიყენოს ის შანსები, რომელიც ჯერ კიდევ აქვს, ხომ? რომ დაალაგოს თავის, ანუ თითქოს ყველას და ყველაფერს ებრძვის ეს ადამიანი და არის ახლა ტრანსფორმაციულ მდგომარეობაში და ფიქრობს იმას, რომ თუ ამ ტრანსფორმაციას გაივლის, შესაძლებელია, რომ რაღაცნაირად მე ესე ვიტყოდი, რომ თქვენთან მაინც მოვიდეს და ურთიერთობა მაინც დაალაგოს. აი